აი ასეთ რაღაცას თქვენ ნახავთ იშვიათად ძალიან. ათასობით ონკოლოგი დგას, ფეხზე დგას და ტაშს უკრავს ახალი მედიკამენტის აღმოჩენას, რომელიც აკეთებს სასწავლოს მედიცინაში. ეს ალბათ არის აი ყველაზე დიდი აღმოჩენა პანკრეასის სიმსივნის წინააღმდეგ. პანკრეასის სიმსივნე ჩვენთვის ონკოლოგებისთვის წლების განმავლობაში იყო ყველაზე დიდი თავსატეხი. რადგან ძალიან აგრესიული სიმსივნეა, ძალიან ფარულად და ჩქარა მრავლდება ხოლმე და პაციენტებს უწევთ ძალიან მძიმე დღეების გავლა ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. და რა შეიძლება ეს ახალი მედიკამენტი არის იმედის მომცემი. ეს ახალი მედიკამენტი დარაქსონრასები აკეთებს სასწაულებს ლამის ორჯერ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს აქამდე რომ ვინმეს ეთქვა, ხო არ დავიჯერებდით, მაგრამ ეხლა ეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობა ხდება. აი ნახეთ რა ხდება, გეტყვით მარტივენით. პანკრეასის სიმსივნების ნაწილი გამოწვეული არის RAS ცილის მუტაციით. KRAS ეგეთი ცილა არის, რომელიც მონაწილეობს უჯრედების გამრავლებაში. ის მუშაობს აი როგორც ნათურის ჩამთველი და გამორთველი. ჯანმრთელ უჯრედებში ის ირთვება და ითიშება საჭიროების მიხედვით. მაგრამ როცა საქმე ეხება სიმსივნეებს, ეს ცილა აი როგორც ნათურა 24/7 არის ხოლმე ჩართული და აღარ გამოირთვება. ამიტომაც არის რომ უჯრედები სულ მრავლდებიან და ვეღარ ჩერდებიან. და ამის გამო მე ჩვენ ონკოლოგები იძულებული ვართ რომ პაციენტი ვაყოფოთ სულ ამ ქიმიოთერაპიაზე, რომ როგორმე ეს დაავადება შევანელოთ. ჩვენ 40 წლის განმავლობაში ვიცოდით, რომ აი ეს მუტირებული KRAS ცილა იწვევდა მძიმე სიმსივნეებს, მაგრამ მის წინააღმდეგ წამალი არ ჰქონდა. იცი რატომ? იმიტომ რომ ამ ცილას აქვს აი როგორც ბილიარდის ფურცს ძალიან მგვარი ზედაპირი და მედიკამენტების დიდი ნაწილისთვის ხო ძალიან რთული იყო აი მასზე მორგება, რომ როგორმე ეს დაავადება შეეჩერებინათ. მაგრამ ეხლა უკვე ვიპოვეთ ახალი მედიკამენტი, რომელიც პოულობს პატარა დროის მონაკვეთს, როცა ეს ცილა დროებით იხსნება ხოლმე და იგივე ბოჭავს. ეს მედიკამენტი როგორც გეკითხავთ არის სწორედ რომ დარაქსონრასიბი. განსხვავებით ქიმიისგან, ხო, ის ორჯერ უფრო ეფექტურია. გაზარდა და გაორმაგა როგორც ხანგრძლივობა სიცოცხლის, ისე დაავადების შეჩერების დრო. გარდა ამისა, განსხვავებით ქიმიისგან, ეს აბები ხო აი 10-ჯერ უფრო ნაკლებად ტოქსიკურია და პაციენტის ადვილია მისი მიღება, ხდებოდ აბი უნდა დალიოს და არა იყოს ქიმიოთერაპიის დარბაზში გადასხმაზე. ამ წამმა სიგელობა შეამცირდა 60%-ით. მართალია ეს წამალი ახლა დაავადებას არ განკურნავს, მაგრამ სამაგიეროდ აკეთებს სასწავლოს, ხო, ახანგრძლივებს ლამის ორჯერ იმ ყველაფერს, რაც აქამდე შეგვეძლო და ორჯერ უფრო ეფექტურად. და ეს ძალიან ბევრისთვის სწორედ რომ იმედის მომცემია. ხვდებით ხო, რა რომელ საუკუნეში ცხოვრობთ უკვე ჩვენ, უკვე გვაქვს ახალი მედიკამენტები, რაც უკვე სწორედ რომ შვებიან სასწავლებს. აქვე გაცნობებთ, რომ სექტემბრიდან იწყება როგორც აბიტურიენტების, ასევე მე-11 კლასელების მომზადება, როგორც ქიმიაში, ასევე ბიოლოგიაში, როგორც ონლაინ, ასევე დასწრებით. დეტალებისთვის აი ამ ნომერზე დამიკავშირეთ.